Სუსტად 10 დღის წინ, 11 მარტს, ჩვენ ლატვიისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 32 წელი აღვნიშნეთ. და ვფიქრობ, რომ ამ მოვლენის ახალგაზრდებთან ერთად აღნიშვნა არის საუკეთესო გზა. ახალგაზრდები ჩვენი მომავალია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ხმა მუდმივად ისმოდეს. მოხარული ვარ, რომ ლატვიელ და ქართველ ახალგაზრდებს სურთ დემოკრატიული და უსაფრთხო სამყაროს ნაწილი იყვნენ. დღეს დაფუძნდა ქართულ-ლატვიური ახალგაზრდული ორმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა. ამ პლატფორმის მიზანი არის გააძლიეროს თანამშრომლობა ახალგაზრდებს შორის საქართველოსთან და ლატვიიდან, მათ შორის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის, ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებსა და სტუდენტურ საბჭოებს შორის. ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ გავცვალოთ ხოლმე ასე ვთქვათ, გამოცდილება, გავუზიაროთ კარგი პრაქტიკა ერთმანეთს, ამავდროულად გავაძლიეროთ დიალოგი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და გარდა ამისა, დღევანდელ ღონისძიებაზე, ასე ვთქვათ, საქართველოს-ლატვიის 32 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში პირველად იქნა მიღებული ახალგაზრდული ერთობლივი დეკლარაცია. ეს დეკლარაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზს უსვამს და ძალიან მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასე ვთქვათ, პროცესს. დიპლომატიური ურთიერთობების 32 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ ახალგაზრდული დეკლარაცია, რომელიც რეალურად ემსახურება იმას, რომ ქართულ და ლატვიელ ახალგაზრდებს შორის შედგეს მუდმივი დიალოგი და გავცვალოთ ინფორმაციები და თანამშრომლობა მოვახდინოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც ამ ორი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ეს არის როგორც წესი უსაფრთხოების საკითხები, ეს არის ევროპული ინტეგრაცია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.